გამარჯობა, მე მინდა გაგიზიარო რაღაც, რაც წლების წინ გადამხდა თავს და დღემდე არ მოვიწყდება. მე ეკვადორიდან ვარ და მაშინ როცა კოლეჯში ვსწავლობდი, მე პატარა სამზოლოში ვცხოვრობდი, სადაც სულ 4 სახლი იდგა, ასე რომ ყველას იცნობდა. ერთხელ ერთმა გოგონამ, რომელიც მამამისთან ერთად ცხოვრობდა, ჩვენს მეზობლად კარებზე დააგაკუნა. თურმე მამამისთან კამათი მოსვლია და მამის მასზე უძალდია, ასე რომ ჩვენთან მოვიდა. დედაჩემმა კი ჩვენთან და შეესრულა მისცა. სანამ დაიზინებდა ის ჩემთან და დედაჩემთან ერთად იჯდა, ჩვენ ვცდილობდით რომ ის გაგომხნევებინა. მაგრამ შემდეგ მან ისეთი რაღაც თქვა, რომ მას შრუანტელი მომგვარა. მან გვითხრა, რომ წინა ღამეებში თავის ოთახში რაღაც არსება ნახა. არსება, რომელიც მთლიანად შავი იყო და მთელი ღამე მას დაჰყურებდა. არანაირი თვალები, არანაირი ნიშანი, რომ ის ადამიანი იყო. უბრალოდ იდგა და უყურებდა მთელი ღამით მას. ჩვენ ვცადეთ, რომ ეს წარმოსახვას ანდაც სტრესს დავუბრალებინა. ბოლოს ის ბავშვი იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ რაღაც არ იყო კარგად. იმ ღამეს მე ჩემს ძმასთან ერთად ვიზინებდი. იმ ღამეს კი არა, ყოველ ღამეს ეგვეძინა გვერდი ერთ საწოლში. მე ხმამ აღლა დავიწყეს თქვა, რომ შემეშინებინა, მაგრამ ამ ხარი გამარტყა და მითხრა, რომ დამეზინებინა. მე გავიცინე და უთხარი, რომ ეს მე არ ვიყავი, მაგრამ შემდეგ ორივემ გავიგეთ რაღაც სუნთქვა, ღრმა სუნთქვა, რომელიც მე არ ვიყავი და არც ის. მან ისევ გამარტყა და მითხრა, რომ გავჩერებულიყავი, მაგრამ მე ჩურჩულით ვუთხარი, რომ ეს მე არ ვიყავი, ახლა უკვე ნამდვილად. შემდეგ ორივენი გავიყინეთ, ხოლო სუნთქვა არ ჩერდებოდა. ღრმა დაძაბული სუნთქვა, რომელიც ჩვენი საწოლის წინიდან მოდიოდა. თითქოს იქ ვიღაცა იდგა და გვაკვირდებოდა, უბრალოდ გვიყურებდა. ჩვენ ვერ ვლაპარაკობდით, არც განძრევა შეგვეძლო. ერთადერთი საბნები დავიფარეთ და ბოლხმაზე დავუყურეთ დედაჩემს. ის ოთახში შემოვიდა და შუქიანთო, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ იქ აღარავინ აღარ დახვდა. ჩვენ მას ყველაფერი უთხარით და იმის და მივხვდით, რომ მას სადაც დავამშვიდებინეთ, ხვდებოდით, რომ მას ჩვენი სჯეროდა. რადგან იქნებ, რაც იმ გოგომ იმ ღამეს ნახა წარმოსახვა არ ყოფილა. იქნებ ის სინამდვილე იყო.